ჰქონდა ინფორმაცია, რომ პატარკაცის შვილს უთხრეს, რომ დაამხე სააკაშვილი და არათუ დაგიბრუნეთ ჩემ ქონებას. დაგიმატებ ზემოდან. დაგიბრუნეთ, ვის უნდა დაებრუნებია რუსებს? ხო, წარჩეული ქონდა. კი, გამოქცეული იყო იქ და არაფერია, ბევრი არაფერი იქ რაც ქონდა, ის იმაზე ხელი არ მიუწვდებოდა. ეხლა რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე? ჩვენ გვაქვს, ესე იგი, მონაცემები, რის საფუძველზეც ვერაფრით ვერ გვეტყვიან მაპზე უარს. ჩვენ გვაქვს უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე რუმინეთს და უნგრეთს ქონდა, როცა ნატოში მიიღებდნენ. ანუ არ უნდათ, ძალიან არ უნდათ ჩვენთვის ამის მოცემა, მაგრამ მონაცემები, რომელიც გითხრეს, რომ ესენი უნდა გააკეთოთო, ის გავაკეთეთ გადაჭარბებით. ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომ არ მოგცენ. და აი ამ დროს მერკელი ამბობს, მე ამას არ გიყვებით მოყოლის. ხო ხდებით, იქ ვარ. მერკელი ამბობს, რომ მე ამას ვერ ვიზავ, ანუ კენჭისყრამდე, კენჭის ხო უნდა კენჭი ეყაროს. იმიტომ რომ შევპირდი პუტინს. აი ესე რამე მიკიბულ-მოკიბულად კი არ ამბობს. აი ესე პირდაპირ რომ შევპირდი პუტინს. ძალიან ძნელია ჩვენთვის უარის თქმა. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რის გამოც ეს დღესასრიგიდან უნდა ამოვარდეს, ხო? თუ ვინმეს გახსოვთ 7 ნოემბრამდე სანამ მივიდო და პირველი რის გამო დაიწყო, რის გამო შეიკრიბენ და რა გააპროტესტეს. გირგვლიანის ამბავი ხო არ არის შემთხვევით? ვაუ, გირგვლიანი 1 წლის წინ გარდაიცვალა. კი, მაგრამ გვიან დაიწყო ბადრიმმა ეს კამპანია, ეგ მახსოვს. პირველად რაზეც შეიკრიბა? ანუ ოქრუაშვილი. ხო, ეს იყო ხალხი, რომელიც 2 კვირის წინ უბრალოდ წყევლიდა და მიწაში დევდა ოქრუაშვილს, დღეს შეიკრიბა იმისთვის, რომ ოქრუაშვილი როგორ გაბედე დიქტატორო სააკაშვილო და ოქრუაშვილი მოხსენიო. და როგორი ვითარებაა, ხო? ესენი ძაბავენ ვითარებას. ჩვენ უნდა მივიღოთ მაპი. ამავე დროს, ესე იგი, არ უნდა იყოს არეულობა, მაგრამ არც უნდა დაგვამხონ. ანუ, ხო ხდებით, მაპის მოცემა არ უნდათ და შეიძლება დამხობა უნდათ. თითქმის ყოველ საღამოს ოპოზიცია მოდიოდა და ხდებოდა ნინოს ოთახში, ხდებოდა ჩვენ. რა უნდათ ვერ გაიგებდი. მართლა გიორგი, ყოველდღე მოდიოდნენ და სამწუხაროდ. ოპოზიციისთვის ამ ქვეყანაში ბუნებრივი მდგომარეობაა. არა, იმიტომ რომ სინამდვილეში მათ უნდათ არეულობა. და ეს იყო ძალიან ცხადი. ბოლოს უკვე ნუ სუნი ხო იდგა და ხმაური ხო იყო და რაღაცა და ბოლოს მე არ ვიცი ესე მახსოვს მაგ დროს იყო მე მგონი შეიძლება სხვა მიტინგების დროს იყო ნინო ბურჯანიძე უბრალოდ აღარ შემიძლია არც მუშაობა და არაფერი მაგის ფანჯრების წინ ხდებოდა ეს ყველაფერი და როდესმე ხოლმე დამთავრდესო ესო რა და მე ეს მართლა ძალიან გაიწელა ეს თავისთავად ცუდი იმიჯივით იყო რაღაცა და მოკლედ გადაწყვიტეს რომ ეგება და თან მილევად მდგომარეობაში იყო. აი რა მოხდა მაგ დროს მე არ ვიცი. და მგონია რომ უფრო მშვიდობიანათაც შეიძლებოდა. მაგრამ დაშვება იმისი რომ პირიქით ისინი ამას ელოდებოდნენ და ჩასაფრებული იყვნენ, იმიტომ რომ როდესაც ეს გაიყვანეს აქედან, იქ ცემატყება კი არ ყოფილა თავიდანვე. რომ გაიყვანეს უცებ მოზღვავდა ბევრი ხალხი, აი ჩასაფრებულები, აი დაშალეს ჩვენი და ისინი უკვე შეერაღებულები იყვნენ და დაერიან პოლიციას. იქ ახლა ძალიან სერიოზული ცემატყება იყო და გულწრფელად რომ გითხრათ, პოლიციას ძალიან გაუჭირდა მათი გაჩერება, იმიტომ რომ გაბეშებულები ის ერთი კადრი რო გაქვთ თქვენ. ეგრე არ იყო ალყაში მოიქციეს და ურტყავდნენ გამალებული და ეგ არავინ იქ არ დაუჭერიათ და არაფერი. ანუ ამ ფაქტმა ძალიან არია სიტუაცია კიდევ უფრო, მაგრამ ნუ მინელდა მერე რა, ეხა რა სიზავდნენ, ეხა მოერია პოლიცია და აშოშმინა. და მე რაც მაქვს მოსმენილი, მე მარტო იმას ყვები რა. მე არ ვიცი რატო მოხდა შეტაკება დარბევის დროს. რო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაიშალოს ეს მიტინგი. ეგ სად მიიღებოდა ეს გადაწყვეტილება? ნუ ვანოსთან ერთად რა. მე მგონი ნინოს კაბინეტში ვიყავით, როცა ელაპარაკებოდა, ან შეიძლება ვანოსთან კაბინეტში. ვინმე იყო, ვინც აი აქტივისტი მომხრე იყო დარბევის და ვინც აქტივისტი მოწინააღმდეგე, თუ გახსენდებათ? არა.
მე ეგეთ ჯგუფში არ ყოფილვარ. მაგრამ ის რომ ნინო მარიცოდა ეგ ტყუილია. ყველაფერი იცოდა. ძალიან ცუდი ჩანაწერი იყო ალბათ კი ბატონო უკანონოდ მოპოვებული თუ რაღაცა, როცა პატარკაცშვილი ეუბნება, ანუ აქედან ეუბნება რომ ესკალაცია არ გამოვიდაო და ეს ეუბნება რომ და ხო გაქვთ იარაღიო. და აი მანდ უკვე ძალიან აირია მიშა რა, იმიტომ რომ თუმე ლაპარაკი იყო დაცვის იარაღზე. და თუ გაქვთ იარაღი, თითქოს ისე გამოდიოდა რომ ტელეიმედში არსენალი დევს. და ხო, მანდ მოხდა ის, რომ სპეცნაზი შევიდა იმედში. იარაღის ამოსაღებად შევიდა იმედში? ანუ ეხა მე არ მინდა კიდევ თქვა იქ რას ეუბნება, რა იქ ეუბნება რომ მოკალიო ვიღაცაზეო, ანესო და ისე ქენით რომ მაგას დაბრალდესო. უბრალოდ ზუსტად ტექსტს ვერ ვიხსენებ ეხა, იმიტომ რომ ძალიან ხრიალებდა, მაგრამ ეს ზუსტად გავიგე. აი რაღაც იმით ლაპარაკობს რა, გაისროლეთ რომ ესკალაცია მოხდესო და ეს ეუბნება რომ არ გამოგვივიდაო და ხო გაქვთ იარაღიო და ისე ქენითო რომ იმათ დაბრალდესო. არაფერი ისეთი არ მომხდარა რა, ეხა სპეცნას არ აფრთხილებენ, რომ იცი რა, იქ ძალიან კარგი გოგობიჭები არიან და თავზე ხელი გადაუსვით. სპეცნას ეუბნებიან, რომ იქ რაღაცა ხდება, იარაღია და სპეცნას თავისი ისა აქვს. წესები, როგორ უნდა შევიდეს და იქ ახლა ის ბინ ლადენი დახვდება თუ რა ქვია, გიორგი თარგამაძე სპეცნას მაგაზე არ აფრთხილებენ რა. მაგრამ მანდ იყო ის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აი საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადა, რომ დაჰკრეს ფეხი ევროსაბჭოდან და ევროკავშირიდან და ატოდან და ჩამოვიდნენ, რომ არა, საგანგებო მდგომარეობა თუ გაქვთო ვერ მიგიღებთ, მაპს ვერ მოგცემთ.